Ari Giyunaშვილი. ქალბატონო მარი, მადლობას გიხდით მოგზანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. Ამ თემაზე სასაუბროთ ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ვეცდებით რომ მცირედ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ და ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, რჩევები თუ როგორ მოიქცნენ და როგორ დაიცვან თავი ამ პერიოდში. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი ვირუსი ცირკულირებს ამ თვეში და საინტერესოა რა სიმპტომები ახლავს, რა ვირუსებია და სხვადასხვა ვირუსებს სხვადასხვა ჩივილები აქვთ. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს არის ვირუსი და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ჩვენ ექიმს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ზაფხულის პერიოდს ზოგადად ვირუსებს სეზონურობა ახასიათებს, ზაფხულის პერიოდში არის სხვა ვირუსები მომატებული, ზამთრის შემოდგომა გაზაფხულის პერიოდში სხვა ვირუსები არის. ამ ეტაპზე ახლა რაც ცირკულირებს ზაფხულისთვის დამახასიათებელი უფრო გახშირდა ნოროვირუსის შემთხვევები, ენტეროვირუსის შემთხვევები, ეს ჩვეულებრივ ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი არის. ჩვეულებრივ ვირუსული დაავადებებია ესენი, ცხვირიდან გამონადენით, ღებინებით, დიარეით, ტემპერატურის მატებით. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით რისკ ჯგუფებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა, ქრონიკულად მოავადე ადამიანებმა უნდა ოჯახის ექიმს მიმართონ და მისგან კვალიფიციური რჩევები უნდა მიიღონ. ოჯახის სახლის პირობებში ბევრი სითხე მიიღონ, შეუძლიათ სიცხის დამწევი მედიკამენტი მიიღონ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ, რომ მისგან მიიღოთ კვალიფიციური რჩევები. განსაკუთრებით ამ ვირუსებს ახასიათებს გართულებები. რა გართულებები შეიძლება იყოს მოსალოდნელი ამ პერიოდში განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, რომ წინასწარ დაიცვან თავი და მიმართონ ოჯახის ექიმს? ყველა შემთხვევაში ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და უმეტესწილად ამ ვირუსების გართულება შეიძლება იყოს პნევმონიით, რასაც ჩვენ ფილტვების ანთებას ვეძახით. ცხელი პერიოდია და ამ დროს დიდი რაოდენობით სითხე, მაღალი ტემპერატურის დროს სითხის დაკარგვაც ხდება და მოდუნებული არის პაციენტი, მადა დაქვეითებული აქვს, ამიტომ დიდი რაოდენობით სითხე ისევ და დროულად ოჯახის ექიმთან მიმართვიანება. ამ ეტაპზე არის ძალიან მაღალი ტემპერატურა ქალაქში ზოგადად და რთულია პირბადის ტარება. თქვენ რას გვირჩევთ, როგორ დავიცვათ თავი ამ ცხელ დღეებში ვირუსებისგან, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ყოველ დღე სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უწევთ ქუჩაში გადაადგილება? ყველა შემთხვევაში დაავადებული ადამიანი უნდა სახლში დარჩეს, მაქსიმალურად შეეცადოს, რომ თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიზიტებისაგან გამოჩემცელებამდე. განსაკუთრებით ვის უნდა ვურჩიოთ, რომ დარჩეს სახლში? ალბათ უფრო რისკ ჯგუფს და ვინ შედის აი ამ რისკ ჯგუფში? არა, დაავადებული ადამიანი უნდა დარჩეს სახლში, ყველა. საინტერესოა ასევე რომ თუ შეუძლიათ ამ ადამიანებს რომ რაიმე სერვისით ისარგებლონ სახლში, მკურნალობის შემთხვევაში, ვისაც თქვათ არ უნდა სტაციონარში გადასვლა. არის სატელეფონო მომსახურება ოჯახის ექიმთან, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და ონლაინ გაუწევს დახმარებას ოჯახის ექიმი. ნებისმიერი ოჯახის ექიმი ამაზე უარს არ ეტყვის. თუ გადასაყვანია ის სტაციონარში, ყოველთვის არ არის გადასაყვანი სტაციონარში პაციენტი, ხო? თუ ის გადასაყვანია, ურჩევს ოჯახის ექიმი, თუ არა და დახმარებას გაუწევს სატელეფონოს. ეს ძალიან კარგი შეთავაზებაა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ადის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხალხმრავალ ადგილებში, იგივე პოლიკლინიკებში მისთვის ვიზიტს, თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ოჯახის ექიმი. არის თუ არა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანი, თუ სახლის პირობებში შესაძლებელია მისი მკურნალობა. სეზონური ვაქცინაცია ყოველთვის მიმდინარეობს და საინტერესოა შემოდგომით რომ იყოს სეზონური ვაქცინაცია, ის ვაქცინა თუ მოქმედებს ახლა ამ ვირუსებზე? ამ ეტაპზე ახლა რო გითხრათ რომ გრიპის ვაქცინაზე ალბათ საუბარი, ამ ეტაპზე ახლა გრიპის ვაქცინაცია აღარ კეთდება, უბრალოდ არავინ არ იტარებს. შემოდგომით ველოდებით ახალ გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინას სადღაც 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრიდან სეზონი იწყება და აქტიურად ჩვენ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვას ჩართულები ვართ ხოლმე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე. თუმცა აცრილი პირებისთვის ახლა ზაფხულის პერიოდშიც ის ვაქცინა მოქმედებს და მას აქვს თავისი ფუნქცია დამცველობითი. მაგრამ ნაკლებად ახლა პერიოდში არის ხოლმე გრიპის ვირუსები. უფრო არის ენტეროვირუსები, ნოვოვირუსები, რაზეც ეს გრიპის ვაქცინა ნამდვილად არ მოქმედებს. თუ გვაქვს დამატებითი ვაქცინა, რის საშუალებაც ექნება მოსახლეობას, რომ გაიკეთოს თუნდაც კერძო მიმართვის შემთხვევაში, როდესაც შეძლებენ თავის დაცვას ამ ზაფხულის პერიოდში, თუ არის რაიმე გრიპის ვაქცინაზეა საუბარი. ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინა გვაქვს ჩვენ, მაგრამ რო გითხრათ ახლა რომ ვინმე იცრება, აღარ იცრებიან, ალბათ ისევ ახალ სეზონის დადგომას ელოდებიან და რო შემოვა ახალი ვაქცინა, ამას კიდევ ვადა გასდის, ახლა თავისი ვადა აქვს გრიპის ვაქცინას და ამ თვეში ვადა გაუვა. მაგრამ სექტემბრიდან უკვე ახალი პარტია შემოვა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთანაც სამსახურში და ყველა სამედიცინო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მიიღოს ეს ვაქცინა და მოსახლეობას გაუწევს დახმარება. გარდა ამ ვირუსებისა, ზაფხულის ცხელი დღეებია ახლა და ხშირია საკვებითი ინტოქსიკაცია. რომ გადავხედოთ სინოპტიკოსებსაც, ისინიც პროგნოზირებენ კიდევ ცხელ დღეებს. ამ პერიოდში განსაკუთრებით მატულობს ხო ეს საკვებითი ინტოქსიკაცია და რას ურჩევთ მოსახლეობას, როგორ დაიცვან თავი, რა საკვებით იკვებონ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს შესაძლებლობის დაგვარად თავიდან არიდებული იქნას. ნამდვილად ზაფხულის ცხელ პერიოდში მატულობს კვებითი ინტოქსიკაციები, დიარეით მიმდინარე დაავადებებს ვეძახით ჩვენ. ეს არის ინფექციური წარმოშობის დიარეები და საკვებისმიერი ინტოქსიკაციები. ამის მიზეზი არის ის, რომ ცხელ პერიოდში ამ დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების სხეულმყოფელობა გაძლიერებული არის და მატულობს შემთხვევებიც. სტატისტიკურადაც ცნობილი არის, რომ ამ დაავადებათა რაოდენობა ზაფხულის პერიოდში დაახლოებით 2-ჯერ მატულობს მთელი წლის განმავლობაში რაოდენობასთან შედარებით. ნახევარზე მეტი მოდის ამ დაავადებებისა ზაფხულის ცხელ პერიოდში. ეს არის ხოლმე ერთეული შემთხვევები და შეიძლება იყოს ჯგუფური, რომელსაც ვეძახით ჩვენ ეპიდაფეთქებებს. ამის მიზეზი ძირითადად არის დაბინძურებული წყლის მიღება ან მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებული ან შენახული საკვების მირთმევა. აი ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თავის დაცვის მიზნით, რომ საკვები იყოს მომზადებული სუფთა წყლით, თუ შენიშნავენ, რომ წყალს გემო ან ფერი ან სუნი აქვს, ნუ მიიღებენ იმას, სასმელად გამოიყენონ აუცილებლად სუფთა წყალი, ასევე სუფთა წყალი გამოიყენონ საკვების დასამუშავებლად. უკვე მომზადებული საკვების შენახვასაც აქვს თავისი წესი, 3-4 საათის შემდეგ აუცილებლად ის უნდა მაცივარში იქნას შენახული, უკვე მომზადებული საკვების თავიდან დაბინძურებაც რო ავიცილოთ, იქ მაცივარშიც უმი და მზა საკვები უნდა ცალ-ცალკე ინახებოდეს თავდახურულ ჭურჭელში და მისმევის წინ სასურველი არის, რომ თერმულად გავაცხელოთ ეს საკვები და ისე მივიღოთ. გარდა ამისა, გითხარით ბოსტნეული ხილი უნდა კარგად გაირეცხოს გამდინარე წყლით. ხელების ჰიგიენას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, რომ თავიდან ავიცილოთ ეს დიარეული დაავადებები. კრემიანი, მალფუჭებადი პროდუქტები მაცივრის გარეშე არ უნდა შევინახოთ. თავი უნდა შევიკავოთ კრემიანი ნამცხრების მიღებისგან, თუ არა ვართ დარწმუნებული მისი სათანადოდ მომზადება შენახვის პირობები, თუ არ ვიცით. განსაკუთრებით ვიფრთხილოთ ისეთი კვებითი პროდუქტებისგან, რომლებიც არის მალფუჭებადი. ხაი თევზის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები, რძის ნაწარმი აუცილებლად მაცივრის გარეშე ამათი შენახვა ყოველად დაუშვებელია. ყველაზე ხშირი რა შემთხვევები იკვეთება ამ პერიოდში, რა საკვებით ხდება ინტოქსიკაცია, რას უნდა ერიდოს მოსახლეობა? უფრო კრემიანი ნამცხრების თუ არ არის შენახული, თუმცა არ არის. უყართ ყველა ასაკის ადამიანს. არის კატეგორია ადამიანების, აი უმრძეს მიირთმევენ გადადუღებული
რძის და ნედლი რძის მიღება დაუშვებელია, ამას თავისი ინფექციები მოყვება კიდე, გარდა დიარეული დაავადებების, აი ბრუცელოზის შემთხვევები შეიძლება იყოს მომატებული ზაფხულის პერიოდში, უმირძის მიღების შემთხვევაში, თერმულად ხორცის დამუშავების დროს თუ დაავადებული ცხოველი არის, ამ შემთხვევაშიც შეიძლება ბრუცელოზის შემთხვევა განვითარდეს. ძალიან საშიშია. კი, რა თქმა უნდა. ახლა გვაქვს ზაფხულის ცხელი დღეები. სიცხეს და მზეს აქვს თავისი გართულებები და განსაკუთრებით ამ გართულებებში არის რისკ ჯგუფები. როგორ უნდა დაიცვან ამ რისკ ჯგუფებმა თავი ამ სიცხის გართულებებისგან, რას ურჩევდით ჩვენ ამასთან? აუცილებელი არის რომ ღია ფერის დასაცმელი ატარონ. დღის პერიოდში დაახლოებით 12-დან 4 საათამდე მოერიდონ ღია სივრცეში ვიზიტებს რისკ ჯგუფებმა, ეს ბავშვებმა, მოხუცებმა, ქრონიკულად დაავადებულმა პირებმა. ბავშვები თავსაბურავის გარეშე ღია ფერის კუჩაში მოვერიდოთ, რომ გამოვიყვანოთ და რაც შეიძლება მეტი სითხე წყლის სახით და ხილისწვენის სახით მიიღონ, რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოვანება. დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სანამ დავასრულებთ, მინდა ვისაუბროთ აცრების მნიშვნელობაზე. ზოგადად ჩემთვის მნიშვნელოვანია აცრა და ვაქცინაცია და ყველა ვაქცინა და აცრა გაკეთებული მაქვს და მე ვთვლი ასე რომ ყველა მოსახლეობის დიდ ნაწილს ასე უნდა გქონდეს ეს ყველაფერი გადაწყვეტილი. თქვენ რას ურჩევდით მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად გვიცავს ჩვენ აცრა და ვაქცინაცია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდი იწყება ახლა და თითოეული მოქალაქისთვის და რისკ ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ იყოს აცრილი და შეიძლება შეგუაროთ მზად შეხვდნენ სეზონს. და თქვა თუ არ გვექნება ვაქცინაცია და აცრა გაკეთებული, რა გართულებებს წავაწყდებით ჩვენ? როგორც მივხვდით, სეზონურ ვაქცინაზეა საუბარი, ისევ გრიპის ვაქცინაზე განსაკუთრებით ეს აუცილებელი არის რისკ ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით აუცილებელია იმ პირებისთვის, ვინც პროფესიულად შეიძლება წარმოადგენდეს რისკ ჯგუფს, ჯანმრთელი იყოს, მაგრამ პროფესიულად მედიცინის მუშაკებზე მაქვს საუბარი. ამათვის პირველ რიგში არის აუცილებელი, რომ ჩაიტარონ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იმიტომ რომ შეიძლება ამას გართულებები მოყვეს, შეიძლება 100%-ით ვაქცინამ არ დაგვიცვას და ისევ დაემართოს დაავადება, მაგრამ სულუქად გადაიტანს და გართულებებისაგან თავის არიდების ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. ეს რაც შეეხება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, თუმცა არის მთელი რიგი ვაქცინები ჩვენი ეროვნული კალენდრით გასაზღვრული და აუცილებელი არის რომ ასაკობრივი ასაკის გათვალისწინებით ყველა ადამიანმა ჩაიტაროს ეს ასაკობრივი ვაქცინაცია, ვინაიდან ამ ინფექციების გართულებებსაც შეიძლება ველოდოთ. შესაძლებელია სეზონი არის გრიპის და 2-3 ინფექციის თანხვედრაც მოხდეს, რაც ძნელი გადასატანია ორგანიზმისთვის, ამიტომ მოუწოდებ, რომ გეგმიური კალენდრით რაც არის გათვალისწინებული ბავშვთა ასაკის და მოზარდთა ასაკისათვის და კიდევ მოხუცებულებისთვის პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 65 წლის ზემოთ, რომელიც ყველა არის უფასო, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მოსახლე ამაში არანაირ ახას არ იხდის, ყველა დროულად ჩაიტარა. არაჩვეულებრივი შეთავაზება ეს თითოეული ადამიანისთვის, რომ შეძლონ უფასოდ ვაქცინაცია, რომელიც იცავს ჯერ თავიანთ თავს და შემდეგ იცავს მოსახლეობას, რომ მასიურად რო იყოს ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორია გეთანხმებით, ჯერ საკუთარ თავს იცავ და შემდეგ ამ ვაქცინაციით შენ სხვის სიცოცხლესაც იცავ, იმიტომ რომ არის მოსახლეობაში ისეთი კატეგორია ადამიანების, რომელიც ვაქცინაციას ვერ იტარებს რაღაცა მიზეზების გამო. თუნდაც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ამ აცრით არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვის სიცოცხლესაც გადავარჩეთ, ხო?
ამიტომ ეს არის მაღალი მოხალხეობრივი პასუხისგებლობა, როდესაც ჩვენ აცრას იტარებ. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის ანტივაქსერები ძალიან მომრავლდნენ და ვაქცინაციის მსურველებიც შემცირდნენ. ამაზე ჩვენ არაერთ შეხვედრას ვატარებთ მოსახლეობასთან, უხსნით რა ვაქცინა, რა დროს, რა მომენტში, რის საწინააღმდეგოდ უნდა ჩაიტარონ, თუ არ ჩაიტარებენ, რა შედეგი შეიძლება დადგეს აქედან გამომდინარე და ვაქცინაციის ხარისხზეც ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, პრეკვალიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, არის შენახვის იდეალური პირობები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩვენთან სამსახურში მობრძანდეს და რა პირობებში ინახება ეს ვაქცინები ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენ ვაჩვენოთ თუ ამაში ვინმე ეჭვება იმის დასარწმუნებლად ჩვენი სამსახურის კარი ღიაა და შეგვიძლია ყველას დავათვალიერებინოთ როგორ პირობებში, როგორი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით წარმოებლიდან მომხმარებლამდე როგორ ხდება ამისი შენახვის პირობების დაცვა. მუსაფრთხოება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და კაცრად არის ეს ყველაფერი დაცული. აი ეს ძალიან კარგია ცნობიერების ამაღლებისთვის რა შეხვედრებსაც ატარებთ და ამის ფონზე რო გადავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებს ბოლო წლების განმავლობაში ვაქცინაციაზე მომართვიანობა როგორია, გაიზარდა, შემცირდა თუ სტაბილურია? ოდნავ კლებისკენ არის მე რომ გითხრათ რომ გაიზარდა არა ელემენტარულად გრიპის ვაქცინაზეც კი თანდათანობით აი კოვიდის შემდეგ თითქოს შემცირდა კოვიდის პერიოდში უფრო მაღალი იყო გრიპის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკური მაჩვენებელი ვიდრე კოვიდის შემდეგ სამწუხაროდ ესეა გარდა ამ ცნობიერების ამაღლების შეხვედრებისა რა გზებით შეიძლება კიდე მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას რომ ჩაერთონ ამ ვაქცინაციის პროცესში. იგივე თქვენი ტელევიზიების საშუალებით ხშირად გაშვით ესეთი თემები. ჩვენს გავაძლიერებთ ისევ შეხვედრებს. ამასთან შეხვედრების დროს ჩვენ საინფორმაციო მასალებსაც ურიგებთ, იმიტომ რომ შეხვედრა შეიძლება დასრულდეს იქ და შემდეგ კიდევ რაღაცა კითხვები გაუჩნდეს. და ამიტომ მოსახლეობაში ვავრცელებთ ამ საინფორმაციო მასალას. უნდა მეტად გავაქტიურდეთ კიდევ და კიდევ. საინტერესოა ტესტები თუ ტარდება, სადაც შეუძლია მოსახლეობას მივიდეს და ჩაიტაროს ტესტები და გაიგოს თუ რა ვირუსთან აქვს საქმე. ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში ტესტირებები გრძელდება, მკეთდება, ლაბორატორიები არის, კერძო ლაბორატორიები, რომლებიც ატარებენ ამ ვირუსებზე ტესტებს. და შეუძლიათ ეს მომსახურება იქ მიიღონ. ვირუსის დადგენის შემთხვევაში ამდენად მზად არიან ოჯახის ექიმები, რომ მართონ აღნიშნული ვირუსები სახლში და გაუწიონ პაციენტებს რეკომენდაციები. ეს ვირუსები ახალი არ არის, ისე რომ ოჯახის ექიმებს ამის კვალიფიკაცია აქვს და თვითონ შეძლებენ, რა თქმა უნდა, მართონ. მათი გადასაწყვეტია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პაციენტს ბიდაზე მართავენ თუ სტაციონარში გადაიყვანენ და შეფასებას გააკეთებს ოჯახის ექიმი. და გადაცემის ბოლოს გითხავთ ძალიან საინტერესოა ადამიანები ვინც თვითნებურ მკურნალობას მიმართავენ არც ოჯახის ექიმს რევენ საქმეში და არც რა თქმა უნდა ამბულატორიულ მკურნალობაზე აცხადებენ უარს და ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტები არის დამაზიანებელი და ძალიან ცუდ შემთხვევებამდე მივყევათ კრიტიკულ შემთხვევებამდე როდესაც უკვე უმართავი ხდება მდგომარეობა და უკვე უჭირს სამედიცინო პერსონალს აქ გამკლავება რას ურჩევთ ამ ადამიანებს როგორ მოიქცნენ და საინტერესოა თუ რაიმე გართულება გქონდა გორის მასშტაბით ამ ბოლო პერიოდში თვითნებურ მკურნალობაზე ბოლოდან დავიწყებ თვითნებური მკურნალობით გართულების შემთხვევა მე არ მახსენდება ახლა ამ ბოლო პერიოდში გეთანხმებით თვითნებურად მკურნალობა ყოველად დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს ვირუსული ინფექციები ვირუსის დროს პირდაპირ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცდილობს რომ ანტიბიოტიკი მიიღოს მაგალითად ხო ამ შემთხვევაში პირიქით უფრო მეტ ზიანს აყენებს თავის ორგანიზმს სუსტდება ორგანიზმი ამიტომ ვიძახი რომ უნდა ოჯახის ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება რა დროს ჩართოს ანტიბიოტიკი არ არის გამორიცხული რომ დაჭირდეს მაგრამ რა დროს ჩართოს ანტიბიოტიკი ამაზე ოჯახის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას იგივე დიარეული დაავადებების შემთხვევაში ცდილობენ დალიონ ანტიბიოტიკი ამ დიარეის შეწყვეტაზე ამ დროს გამომუშავდება ანტიბიოტიკების მდგრადი შტამები რომლის ჯერ დიაგნოსტირება
თუ ანტიბიოტიკი აქვს დაწყებული, დიაგნოზის დასმა დიარული დაავადებების შემთხვევაში არის გართულებული, წაშლილია სურათი, მიკროფლორა, ამიტომ ყოველად დაუშვებელი ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიღება, შემდეგ გარდა ამისა რეზისტენტული ფორმა ყალიბდება ბაქტერიების, რომელს წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია, მერე ეს რეზისტენტული და ბაქტერიომტარებლობა ვითარდება მერე ამ ადამიანებში, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. ამიტომ ვიძახი, რომ აუცილებელი არის ეს გადაწყვეტილებები მიიღოს ოჯახის ექიმმა, კვალიფიცირებულმა სამედიცინო პერსონალმა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ ყველას ვურჩევთ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია და არც რომელიც შემოდგომით დაიწყება და იქნება სრულიად უფასო, დაიცვან პირველ რიგში თავიანთი თავი, შემდეგ კი რისკ ჯგუფები და მათ ირგვლივ მყოფ მოსახლეობა. დღეს თავისუფალ თემაში ვსაუბრობდით ვირუსებზე, მის გართულების გზებზე და თუ როგორ უნდა მოვუყაროთ ეს პრობლემები. ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.